მოგესალმებით. დღეს 2020 წლის ბოლო დღეა, 31 დეკემბერი. არჩევლები ამინდი დაემთხვა. მე მინდა ჩემი Facebook გვერდის მიმდევრებს ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. ორი სიტყვით შევაჯამებდი გამოვიდა წელს, ძალიან მძიმე იყო ყველასთვის. მთელი საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის ასევე. უამრავი ნეგატიური ამბავი მოხდა ჩვენ სირბლივ, ჩვენი გუნდიდან დავკარგეთ ერთ-ერთი წევრი. რაღაც ისე ძიმედ გაიარა ყველასთვის, თითქოს ჩვენი ახლობლებისთვის, არა მარტო ჩემი მიახლობლებისთვის, არამედ ჩემი პაციენტების ახლობლებისთვის რაღაც იმდენად რთულ და მძიმე ისტორიებს ვისმენდი ამ წლის განმავლობაში, რომ ვერ მოვაბი თავი, რომ თუნდაც ის სიახლეები გამეცნო თქვენთვის და რაღაც პერიოდი დიდი ჩავარდნა გქონდა და ეს იყო არა იმით გამოწვეული, რომ ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვთქვათ არაფერი შედეგი არ მიგვიღწევია და არაფერი არ გაგვიკეთებია. ორი სიტყვით ამაზე გვიან მოგახსენებთ, უბრალოდ რაღაც ემოციურად და შინაგანად არ ვიყავი მზად იმისთვის, რომ ამ ძიმე სოციალურ და თუნდაც ჯანმრთელობის და რაღაც პოლიტიკური ვითარებისაც კი დაძაბული სიტუაციის გამო რაღაცა თავისთვის უფრო ამიმეცა, რაც ჩემი შინაგანი მე არ მეუბნებოდა იმას, რომ შემეძლო რომ რაღაცა თითქოს წარმომეჩინა თქვენთვის აი სიახლეები, რაც გავაკეთეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მივხვდი იმას, რომ ალბათ ნებისმიერი მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მძიმე სიტუაცია ამ სოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, მაინც აუცილებელია რომ რაღაც პოზიტიური შემოვიტანოთ. ორი სიტყვით გეტყვით, რომ წინა წელი ჩვენ არქივებიდან ამოვიღებთ უამრავ ჩვენ ვიდეო მასალას და შევეცდებით რომ რაღაც მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რა ოპერაციები გავაკეთეთ, ძალიან საინტერესო ოპერაციები. მათ შორის ერთ-ერთი იყო ის ოპერაცია, რომელიც დაიბეჭდა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ჟურნალში, გამოქვეყნდა ჩვენი სტატია, რაც ძალიან მიხარია. თითქოს ოპერაციების რაოდენობა შემცირდა, თითქოს ამ პერიოდში თავისთავად სოფლიოში შემცირდა ზოგადად ოპერაციების რაოდენობა კოვიდის ინფექციის და პანდემიის გამო 70% დაეცა სოფლიოში მომართვიანობა და ოპერაციები, თუმცა მე ერთი თქმა მინდა რომ ამ პერიოდში რაღაცნაირად უფრო მეტი დრო მომეცა ვთქვათ, რომ დამეთმო იმ გასული წლების წარმატებისთვის, ვთქვათ, აი წარმატებული ოპერაციების უფრო მეტი ყურადღება და შედეგიც ნათელია, რომ ერთ-ერთმა ჟურნალმა ეს ჩვენი სტატია გამოაქვეყნა და ეხლა მუშაობ სხვადასხვა სტატიებზე და გვინდა რომ უბრალოდ რაღაც სამეცნიერო კუთხით წავიწიოთ წინ, რაც ჩამოგრჩებოდა იმის გამო, რომ ყოველდღიური რუტინული მუშაობა იყო უმძიმესი. ძალიან გამიგზელდა, მინდა უბრალოდ ყველას მოგილოცოთ მომავალი წელი, გისურვოთ წარმატება. თითოეულ ექიმს, რომელმაც თავისი რა პროფესიული თითქოს განვითარება შეწყვიტა და დაუთმო COVID პანდემიით დაავადებულ პაციენტებს უფრო მეტი ყურადღება და მოექცნენ იმ ჰოსპიტალებში, რომლებშიც არის მხოლოდ COVID ინფიცირებული პაციენტები. მე მინდა მათ მიულოცო განსაკუთრებით, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან გმირები, რეალურად გმირები არიან ამ გასული წლის, რომელიც ალბათ გაგვახსენდება როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი ამ ჩვენს უახლოეს ისტორიაში, რასაც მე ვაფასებ უბრალოდ ამ ადამიანების შრომას, გარდა იმისა, რომ ჩემს ოჯახსაც შეეხო და მე ჩემზე პირადად როგორც ეს ვთქვათ ოჯახის წევრი და არა ექიმი გამოვცადე რა ტიტანურ შრომას და როგორ მუშაობენ ეს ადამიანები და მართლაც საპატივცემულოა და ვთქვათ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უამრავ ჩვენთაგანს თავისი მოსაზრება გქონდეს თუ როგორ არის უფრო სწორი, როგორ არ არის სწორი და აი ამ დაძაბულ სიტუაციაში მაინც მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანებიც მუშაობენ და ამჯერად უამრავი COVID ცენტრია სახელმწიფო ექიმებთან ერთად ებრძვის ამ გამოწვევას და მე ვიტყოდი, რომ დასაფასებელია ეს ყველაფერი და მოდით ერთმანეთს უფრო გულისყურით მოусვინოთ კრიტიკა, რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტად ალბათ ჩვენ თავის მიმართ უნდა ვიყოთ კრიტიკულები და თქვათ სხვაზე არ გადავიტანოთ ეს ჩვენი გაბრაზება, იმიტომ რომ თითოეული მათგანი მუშაობს მართლაც თავდადებით, რაც მე ვნახე ჩემი პირადი გამოცდილებით მართლაც თავდადებით. მე მინდა
თქვენ ყველას მოგილოცოთ, ჯანმრთელობა გისურვოთ და წარმატებული 2021 წელი.